ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია უნიკალური საგანძური ადგილმდებარეობას შეიცვლის, თუმცა პრემიერ-მინისტრი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, სად განთავსდება ცენტრი თბილისში თუ მცხეთაში. სწორედ ეს ფაქტი გახდა კიდევ ერთი ბრალდების მიზეზი ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მხრიდან განათლების მინისტრის მისამართით. ბუბა კუდავას განცხადებით, მცხეთა ცენტრისთვის ოპტიმალური ადგილია, რაც თამარ სანიკიძის წინააღმდეგობის გამო ვერ ხდება. ხელნაწერთა ცენტრის შენობა, რომელსაც კალიგრაფები მისი ხელმძღვანელის და თანამშრომლების მხარდასაჭერად ხატავენ, შესაძლოა მალე გაიყიდოს. რარიტეტებმა კი მცხეთაში გადაინაცვლოს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთ ვერსიად ახალი ნაგებობისთვის სწორედ მცხეთა განიხილება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ ბოლომდე მიღებული არ არის. საქართველოს ექნება შესაფერისი დონის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობა. ეს შეიძლება იყოს მცხეთაში, შეიძლება იყოს თბილისში. პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამდე ხელნაწერთა ცენტრთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე მწვავე შეფასება პარლამენტში ვიცე-სპიკერმა გუბას სანიკიძემ გააკეთა. სანიკიძემ ინსტიტუტის წინაშე არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და ადგილმდებარეობის საკითხის დაჩქარებულად გადაწყვეტა დაუშვებლად შეაფასა. ის არ არის ტვირთი, რომ ადგილი მოუნაცვლოთ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არ ეკუთვნის არც მარტო ერთ მინისტრს, ის ეკუთვნის ქართულ ხალხს. მცხეთაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შესაძლო განთავსებას დადებითად აფასებს ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. თუმცა კუდავას ინფორმაციით, ამ იდეას ხელს პირადად განათლების მინისტრი უშლის. მისი განცხადებით, თამარ სანიკიძემ ამ საკითხზე არაერთი შეხვედრა ცენტრის წარმომადგენლების გარეშე გამართა. დაიწუნეს მცხეთის ვარიანტი, თუმცა ამ შეხვედრაზე ჩვენ არავინ არ დაგვიძახა. მისი წარმოდგენით სამების კომპლექსში შენობის აგება უფრო სწრაფად მოხდებოდა, შესაბამისად ტერიტორიის საკითხი უფრო მალე გადაწყდებოდა. თამარ სანიკიძემ მცხეთაში ცენტრის განთავსების ხელშეშლას უარყოფს. განათლების მინისტრი ამბობს, რომ საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა მცხეთისგან განსხვავებით უწყებაში უკვე აქტიურად მუშაობენ ავლაბრის პროექტზე, რომელიც ამ ეტაპზე ასე გამოიყურება. ძირითადად შემოფერხებელ ფაქტორს აღვხედავ იუნესკოს მოთხოვნებში. ეს არ არის მხოლოდ მუზეუმი, ეს არის კვლევითი სამეცნიერო დაწესებულება. ამის გარდა ამას სჭირდება საგაფუმფენო სივრცე. ის ფაქტორები, რაც განათლების მინისტრისთვის მცხეთის დაწუნების საფუძველია, პრიორიტეტია ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლებისთვის. ცენტრში ამბობენ, რომ ამავე მიზეზების გამო სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი სამების ტერიტორია ცენტრის ასაშენებლად არ გამოდგება. მას სჭირდება დამოუკიდებელი სივრცე, რომ ის იყოს ცაცავი, რომელიც ერის იდენტობის ნიშნად შეიძლება იქცეს. კიდევ რამდენიმე საკითხთან ერთად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ადგილმდებარეობის თემა დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მთავარ მიზეზად სახელდება. ახალი ხელმძღვანელის ვინაობა კონკურსის წესით, რომელშიც მონაწილეობას ძველი დირექტორიც იღებს, სავარაუდოდ 16 მაისამდე გახდება ცნობილი.